გამარჯობათ, დღეს მინდა მოგიყვეთ WordPress-ზე. რა არის WordPress-ი, როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება და მოგცეთ რამდენიმე რჩევა. მე ვარ ვლადიმერ კვარაცხელია, მაქვს 10 წლიანი გამოცდილება WordPress-ზე საიტების დამზადების და მინდა ეს გამოცდილება გაგიზიაროთ. დღევანდელი ვიდეოს სპონსორი არის ProService, hosting provider-ი, რომელიც 26 წელია ოპერირებს საქართველოში და მას ჩვენთვის აქვს 15%-იანი ფასდაკლება, რომლის შესახებაც ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით. დავუბრუნდეთ WordPress. WordPress-ი არის სისტემა, რომელიც გვაძლევს საშუალებას კოდის წერის გარეშე შევქმნათ საიტი და შემდეგ უკვე მართვის პანელის გამოყენებით ამ საიტზე შეგვიძლია ასევე კოდის წერის გარეშე დავამატოთ ახალი გვერდები, ახალი პოსტები, დიზაინში შევიტანოთ რამე ცვლილებები თუ არის საჭირო ამ ფუნქციონალში და შეგახსენებთ ეს ყველაფერი კოდის წერის გარეშე. თუმცა თუ არის ადამიანი, ვისაც უნდა კოდით იმუშაოს WordPress-ზე, არც ამაზე არ არის პრობლემა, უბრალოდ რა თქმა უნდა შესაბამისი ცოდნა უნდა ჰქონდეს ამ ადამიანს. აქვე მინდა გაჩვენოთ სატესტო საიტი, აი ესეთი ონლაინ მაღაზია არის ეს და ამ სატესტო საიტის მართვის პანელი. საიდანაც როგორც უკვე გითხარით, შეგვიძლია ახალი პოსტის დამატება, აი ნახეთ პოსტების განყოფილებაში, ახალი გვერდის დამატება, ახალი მედია ფაილების დამატება, როგორც არის სურათები, ვიდეო, შეიძლება აუდიო და მოკლედ აი ეს მარცხენა მხარეს ჩამონათვალი რაც არის, ამ განყოფილებებში ყველაში არის თავისი ფუნქცია და გვაძლევს საშუალებას მართოთ ჩვენი საიტი, როგორც უკვე გითხარით, ეს დამატება იქნება გვერდების თუ პოსტების, დიზაინში რამე ცვლილების შეტანა თუ ის, რაც ჩვენ გვჭირდება საიტთან სამუშაოდ. აი მაგალითისთვის გვაქვს ჩვენ ესეთი ჩვენ შესახებ გვერდი, ჩვენ შეგვიძლია ამის მსგავსი ან ამისგან განსხვავებული ახალი გვერდი შევქმნათ. უკვე არსებულ გვერდზე შეგვიძლია ტექსტი შევცვალოთ, მაგალითად ეს ტექსტი, სურათები შევცვალოთ საიტზე, დავამატოთ ღილაკები, ღილაკსფერი შევუცვალოთ. მოკლედ, როგორც უკვე გითხარით, შეგვიძლია დიზაინში ცვლილებაც და ფუნქციონალში ცვლილების შეტანაც შეგვიძლია. აქვე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება ორ მნიშვნელოვან დეტალზე. ერთი არის ის, რომ WordPress-ი არსებობს ორი ტიპის და მე ვფიქრობ, მათთვის, ვინც უკვე გადაწყვეტა, რომ პროექტზე მუშაობა დაიწყოს, აუცილებლად უნდა ნახონ ამ ადამიანებმა ეს ვიდეო, რომელიც დევს ჩემს არხზე და აუცილებლად გაეცნოთ ამ სხვაობას WordPress.com და WordPress.org შორის, იმიტომ რომ არასწორი შერჩევით შეიძლება საერთოდ რაღაცა იმედგაცრუება იგრძნოთ და ხელი ჩაექნიოთ WordPress-ზე. ეს რომ გამოვრიცხოთ, თავიდანვე გეტყვით, რომ აუცილებლად ნახეთ ეს ვიდეო. შემდეგი დეტალი, რაზეც მინდოდა გავემახვილებე და ყურადღება არის ის, რომ არსებობს ბევრი სხვადასხვა სისტემა საიტის სამართავად, საიტის დასამზადებლად, მაგრამ აი ამ ვიდეოში ვყვები უფრო დეტალურად, თუ რატომ ვირჩევ WordPress-ს, აუცილებლად უნდა ნახოთ ეს ვიდეო, რომ მიხვდეთ იმ დეტალებს და იმ რომანებს თუ რას ვაქცევ ყურადღებას და იმის მიხედვით იმსჯელოთ. თუმცა ვიტყვი იმას, რომ სხვა სისტემებზეც დამემზადებია საიტი, კარგი საიტები, რა თქმა უნდა, ხარისხიანი საიტები, მაგრამ ისევ და ისევ დავუბრუნდი WordPress და აი აქ მაქვს საუბარი ამაზე თუ რატომ ვირჩევ WordPress. ახლა კი დაპირებული 15%-იანი ფასდაკლება, რომელსაც ჩვენი სპონსორი კომპანია ProService გვთავაზობს. ესე იგი, გვაქვს ჩვენ ჰოსტინგის სხვადასხვა ვარიანტები და არსებობს აქ WordPress-ზე მორგებული ჰოსტინგი. თუმცა გეტყვით, რომ Direct Admin-იც და cPanel-იც გამომიყენებია ჩვეულებრივად და ხშირად ვიყენებ და ისიც ძალიან კარგად მუშაობს. სხვა დეტალები, რომელიც შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვანი იყოს, მაინც ჯობია, რომ ჰოსტინგის ტექნიკურ სამსახურთან დააზუსტოთ. რაც შეეხება ფასდაკლებას, თუ ვიღებთ ჩვენ დაუშვათ აქედან, ეს აღნიშნე ის პაკეტები, რომლებზეც მიმუშავია, 20 ლარიან, თვეში 20 ლარიან, ან 35 ლარიან პაკეტს, რაც ჩემი აზრით მინიმალური ნორმალური პაკეტებია იმისთვის, რომ პროექტი განთავსდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შემდეგ დაუშვათ თუ საჭიროება იქნება ამისი, რომ გაზარდოთ ეს პაკეტი თანხის დამატებით, რა თქმა უნდა. მოკლედ, დაუშვათ ვირჩევთ აი ესეთ 35 ლარიან პაკეტს, ვირჩევთ რაღაცა სატესტო დომენს, დაუშვათ, ანუ რა თქმა უნდა, თქვენ შემთხვევაში კონკრეტული დომენი უნდა შეარჩიოთ. ნახავთ, რომ ეს დომენი თავისუფალი არის და 1 წლიანი გადახდისას, ნახეთ, დომენი გადმოგესცემათ 1 წლით
უფასოდ. გარდა ამისა, როდესაც ჩვენ გამოვიყენებთ აი ამ ფასდაკლებას ვლადიმერ KV15, აი ეს კოდი დაიწერება ახლა აქ, ვლადიმერ KV15, კიდევ 15% მოაკლდება ამ თანხას. გადავალთ გადახდაზე და გადახდა შესაძლებელი არის ბარათით, ან გამოიწერება ინვოისი და ბანკის გადარეცხვაც არის შესაძლებელი. მოკლედ, სულ ეს არის დღეისთვის. აუცილებლად გაეცანით ამ ორ ვიდეოს, თუ თქვენთვის მნიშვნელოვანი არის უფრო დეტალურად იცოდეთ რა არის WordPress-ი და პროექტის დაწყებამდე სწორი გადაწყვეტილება რომ მიიღოთ, ამისთვის აუცილებლად უნდა ნახოთ ეს ვიდეო. წარმატებებს გისურვებთ.